დადასტურდა, რომ რიყის დოქებს დემონტაჟი ელოდება. კობახიძის ხელმოწერილი განკარგულება უკვე საჯაროა. იტალიელი არქიტექტორის ნამუშევარი, რომელიც კულტურულ სივრცედ იყო ჩაფიქრებული, ადგილს სასტუმრო რესტორანს დაუთმობს. ასე სრულდება ივანიშვილის რეჟიმის მიერ ათვალწუნებული არქიტექტურული ნაგებობის მრავალწლიანი ისტორია. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ წლების განმავლობაში რიყის დოქებისთვის ფასი დაეგდოთ, შემდეგ კი ფორმალურად სხვისთვის გადაეცათ, რომლის უკან კორუფციის მკვლევრების ვარაუდით ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატი ბარვენაშვილი დგას. დედაქალაქის საუკეთესო ადგილზე 15,000 კვადრატული მეტრი არარეალურად დაბალ ფასად ჩაიგდეს მათ ხელში. თამარ დემეტრაშვილი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. თამარ, რა დეტალების გარკვევა მოვახერხეთ? სულ 10 მილიონი ლარი დაუჯდა ახალ მფლობელს ეს შენობა და ტერიტორია, რადგან დავით ხიდაშელმა ახალ მფლობელს სწორედ იმ ფასად მიყიდა, რა ფასადაც თავად შეიძინა სახელმწიფოსგან. გამოდის, რომ მესაკუთრეს რჩება მიწაც და შენობის დემონტაჟის შედეგად დარჩენილი მასალაც. იმის გათვალისწინებით, რომ ნაგებობა მინისა და რკინისგანაა აგებული, ამ მასალის ღირებულება ცოტა ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხება მიწას, გადახდილი ფასის გათვალისწინებით კვადრატული სულ 680 ლარი გამოდის და ესაა ძველი თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. ვისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი? კორუფციის მკვლევრებს ეჭვიათ, რომ ფორმალური მფლობელის უკან ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატი გიორგი ბარვენაშვილი დგას. ჩვენ ვცადეთ ბარვენაშვილთან დაკავშირება და ამ ვარაუდის გადამოწმება, თუმცა მან არც ჩვენს ზარებს უპასუხა და არც ტექსტურ შეტყობინებას. მე არქიტექტორი არა ვარ, მაგრამ მე მგონია, რომ ეს იმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. იურისტ კობახიძეს არ მოსწონს, თუმცა ეს შენობა 2016 წელს მსოფლიოს 10 საუკეთესო კულტურულ ცენტრს შორის მოხვდა. თბილისი კი იმ ქალაქებს შორის, სადაც ცნობილი იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის პროექტებია განხორციელებული, მაგრამ შენობას მალე დაანგრევენ. თეატრალური და საგამოფენო სივრცე ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენებისთვის მომგებიანი არ აღმოჩნდა. მის ადგილას სასტუმროს ააშენებენ. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იმ ადგილზე იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არავითარ შემთხვევაში აქ საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯე დოქების ადგილზე. ბიძინა ივანიშვილის მიერ მოძულებულ შენობას კრიტიკა არც ქალაქის მერმა დააკლო. კალაძე, რომლის დასტურითაც აბანო თუბანს თავზე აი ეს კორპუსები დააშენეს, რიყის დოქების ურბანულ შეუთავსებლობაზე წუხს. არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, არის ყველანაირად მოუწესრიგებელი, არის ნაგვის ბუდე და შესაბამისად საჭიროა კარგი პროექტის განხორციელება, რომელიც ურბანულადაც ლამაზად ჩაჯდება აღნიშნულ არეალში. შეიძლება სასტუმროც, თუმცა გავივლით მაგას, აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, სადაც იდგა შენობა ნაგებობა, იგივე მოცულობის ახალი პროექტი. რიყის დოქები ოცნების ხელისუფლებამ რამდენიმე მცდელობისა და ფასის შემცირების შემდეგ 10 მილიონ ლარად ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს მიყიდა. თუმცა ხიდაშელმა ვალდებულებები ვერ შეასრულა, როგორც თავად განმარტა, არასტაბილური საინვესტიციო გარემოს გამო. ამიტომ შეძენიდან 3 წლის თავზე გაყიდა. ნაგებობის ახალი მფლობელი შეპესე იყედომი გახდა. კომპანიის დირექტორი ქართული ოცნების მილიონერი დეპუტატის გიორგი ბარვენაშვილის წილების მმართველი მიხეილ ტყეშელაშვილია. ამ ფაქტმა კი გააჩინა ეჭვი, რომ რეალურად ამ გარიგების უკან სწორედ ბარვენაშვილი დგას. ირაკლი კობახიძის დასტურით კი ახალ მფლობელს შენობისა და ტერიტორიის განკარგვა გაუმარტივეს. კორუფციის მკვლევარი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ადგილი აქვს სავარაუდო კორუფციულ გარიგებას, რითიც კონკრეტულმა ადამიანებმა ქალაქის ისტორიულ ნაწილში უძრავი ქონება რეალურზე გაცილებით იაფად ჩაიგდეს ხელში. ჩვენ ვიცით, რომ დირექტორს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული დეპუტატის ბარვენაშვილის წილების მმართველი, შესაბამისად მაღალია ალბათობა, რომ აქ იყოს ასევე ჩართული ბარვენაშვილის ინტერესებიც, ან შესაძლებელია ბარვენაშვილის ინტერესებთან ერთად ამ გარემოების უკან იმალებოდეს სხვა მაღალჩინოსნების თუ უბრალოდ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების ინტერესებიც. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამორიცხულია ქალაქის ისტორიულ ცენტრში არსებულ ამ უდიდეს სარეკრეაციო სივრცეში ფაქტობრივად უფასოდ ეგრეთ წოდებული ინვესტორი იღებდეს 15,000 კვადრატულ მეტრის მიწის ნაკვეთს და რაც თავარია მას ეძლეოდეს საშუალება იქ სასტუმროს შენებისთვის. რიყის დოქებმა, რომელიც თავდაპირველი ჩანაფიქრით თეატრალური და საგამოფენო სივრცე უნდა ყოფილიყო, თავიდანვე საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ასეთია ხალხის რეაქცია მის დემონტაჟზეც. თუმცა გამოკითხულთა უმეტესობისთვის იქ სასტუმროს მშენებლობა მაინც მიუღებელია. ეგ ადგილი სასტუმროსთვის არა, მის არ
მან რა ვიჯობია რომ სხვა ფუნქციონარი ქონდეს მაგ თვითონ შენობას და რამე უფრო ისეთი იყოს რომ სივრცეს და იმ კონკრეტულ ადგილს შესაბამებოდეს. წინააღმდეგი ვარ, რა თქმა უნდა. რა ვიცი, ძალიან მომწონს. რამეს აკეთებენ უკეთეს? რა ვიცი, როგორც ვიცი დანიშნულება ამ რიყის დოქების შეეძლო რომ შეესრულებინა და გამოეყენებინათ და სასტუმროა ეხლა სასტუმრო არ არის ის სასტუმრო ვერ შეესრულებს იმ ფუნქციას რასაც შეიძლებოდა რომ შეესრულებინა ამ დოქებს შეიძლება ვიღაცებს არ მოსწონდათ იმიტომ რომ ხო გავიგეთ რომ სააკაშვილის დროს გაკეთებულია მაგრამ რაც კარგია უნდა შევინარჩუნოთ ხოლმე ოცნების ლიდერებისა და საზოგადოების ნაწილისგან განსხვავებით, ნაგებობის არქიტექტურულ ღირსებებს კარგად ხედავენ სპეციალისტები. იმასაც დასძენენ, რომ პარკში სასტუმროს მშენებლობა ურბანულად მიუღებელი გადაწყვეტილება იქნება. ესე ეიფელის კოშკიც არ მოსწონდათ საფრანგეთში მოსახლეობის 90%-ზე მეც და კიდე მოპასანი საერთოდ იქ იჭდა სამუშაოდ, რომ ერთ-ერთი ადგილია საიდანაც ვერ ხედავდა. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ავტორი იმდენად დიდი და ღირებული ფიგურა ამ არქიტექტურის, ანუ მასიმილიანო ფუქსასი, რომ გარკვეულად რაღაცა ადგილს ანიჭებს საქართველოს ამ ავტორის შესრულებული ნაწარმოების ქონა საქართველოში მსოფლიო რუკაზე. მოიაზრება შესაძლოა სასტუმროს ფუნქცია, ანუ ეს ფუნქცია ზოგადად ძალიან შორს არის საპარკო, ასე ვთქვათ, ურბანული დანიშნულებიდან რა, თუ რაღაცის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ, მით უმეტეს. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ოლიგარქმა ივანიშვილმა რიყის დოქები და მშვიდობის ხიდი განსაკუთრებულად აითვალწუნა. დოქების პრობლემა მოაგვარეს. მშვიდობის ხიდი კი ჯერჯერობით გადარჩა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი დემონტაჟით სარგებელს ვერავინ ნახავს.